არმა Infraction 2 პირველად საქართველოში. არმას შემქმნელებმა ეს მანქანა მხოლოდ იმიტომ არ შექმნეს, რომ Traxxas X01 გაესწორებინათ მიწაზე, არამედ ამ მანქანას სხვა ღირებულებებიც მიანიჭეს. ყველას გახსოვთ ალბათ Ken-Block-ი და მისი ესეთი ზუსტად ანალოგიური ვიზუალის მანქანა. დიახაც, არმამ ეს მოდელი Ken-Block-ს მიუძღვნა. ალბათ ყველას გახსოვთ მისი საოცარი ვიდეოები და 4x4-ზე დრიფტი. რა თქმა უნდა, ეს მანქანაც არის 4x4-ზე და რაც მთავარია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ამ მანქანას პირველი ვერსიისგან განსხვავებით ჩაუყენეს, ეს არის ხელის მუხრუჭი. მეგობრებო, არ მოგესმათ. ანუ უკან აქვავებს. ეს იცით რას ნიშნავს? ანუ აი ძალიან იშვიათ მანქანას აქვს არსის სამყაროში მსგავსი ფუნქცია. ამ ვერსიას აქვს გაუმჯობესებული ელექტრონიკა. დაახლოებით რომ აგიხსნათ, ნამდვილ მანქანასთან შედარებით, ამას აქვს სადღაც აი 5.5-6 ცხენის ძალა. მოკლედ საშუალოდ 6 ცხენის ძალა აქვს და აი ასე რომ გავაკეთოთ და ეს მანქანა უცებ ბუმ და ნამდვილად რომ გადაიქცეს, ექნება დაახლოებით 600-700 ცხენის ძალა. მოკლედ საკმაოდ მძლავრი ტიპია და რა თქმა უნდა, ეხლა Ken-Block-ს რომ მიუძღვნი, ის არც უნდა იყოს რაღაცა კუსავით და არ უნდა დადიოდეს. რაც შეეხება უწერია რომ სადღაც 130 კმ სიჩქარით დადისო და აუცილებლად გავაკეთებთ speed test-საც და რა თქმა უნდა, როგორ დადის თავიდან ბოლომდე განახებთ ყველაფერს. ამ მანქანის ღირებულება არის ადგილზე იქ ამერიკაში $700, დაახლოებით იწონის 6-7 კილოგრამს, მე მგონი თავის 5-ადან ეგრე იქნება და რა თქმა უნდა უკვე დანარჩენ თქვენ განსაზღვრეთ ჩამოტანა და გამბაჟება რამე რა დაგიჯდება თავიდან ბოლომდე. და ბოლოს, თავის კონკურენტებთან შედარებით აქვს ერთი უდიდესი პლუსი, აი ჩემთვის არის აი სუპერ პლუსი. ის რომ ამ მანქანისთვის სხვადასხვა კომპანიები ქმნიან სხვადასხვა ვიზუალებს და მაგალითად შენ თუ გიყვარს Porsche, Bugatti, Ferrari, Lamborghini, McLaren, არ ვიცი, მილიონი ვერსია არის. მადლობა. რაც შეიძლება რომ დააფარო ამ მანქანას და თუ მაინც და მაინც ეს ვიზუალი შენთვის არ არის მიისაღები, შეგიძლია ის ვიზუალი იპოვო, რაც ყველაზე მეტად მოგეწონება. ახლა ის გადაგვრჩენია, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი და ტესტის დროა. ეს არის საოცრება. მართლა ძალიან მაგარი რაღაცა. არ ვიცი, შემჩნიეთ თუ არა, წამოსვლისას რა, ეს ჯადოსნური ღილაკი, როგორც კი წავკარი, ეგრევე იმასთან რა ქვია. მოწყვით არა ეს იმის როჩამიქს რო ეძახით ხოლმე, მოიცა ამოვიყვანო. ესე იგი, ეხლა გავაკეთოთ ესეთი პატარა ტესტი. წამოვალ აქედან, აი ამას პირველ ჯერზე შემოუვლი მუხრუჭის გარეშე და ვნახოთ რანაირი ეფექტი ექნება და ასე შემდეგ. მეორე ჯერზე სტანდარტული მუხრუჭით და მესამე ჯერზე გავაკეთებ ამას ხელის მუხრუჭით. დავიწყოთ. წავიდა. ეს ერთი. ეხლა გავაკეთებ სტანდარტულად. და აი ეხლა დააკვირდით რამხელა სხვაობა ექნება, როცა ამას ვაკეთებ ხელის მუხრუჭით. აი ეხლა ხომ მივხვდით? აუ სუნი აქ, აი წეღან იქით მომივიდა და საბურავები ნახეთ რას გავს. ჯერ კიდე თბილია ხო არ გადავ. ეს არის მართლა პროკლასის დონის მანქანა. ნუ პროკლას არ ეძახიან ამას, მაგრამ პროკლასის დონის არის. ეხლა ცოტა ხანი დავასვენო, თორე რაღაცა გაითიშა და ცოტა ხანში გაგაგებინებთ რატო გაითიშა. მინუსი ვიპოვე. მოდი ამას შეხედეთ მეგობრებო. წეღან ხელები მოვიტანე, ესე ხელებს ვითხოვდი რა ძალიან ცივა და ამას შეხედეთ რა მოხდა. ანუ სარჩილავით შედუღებული კონექტორი აძვრა. ესე იგი რა მააძრო ეხლა ეს ნახეთ, აუ სუ საბურავის მტვერი არის შიგნით. ესე იგი ააძრო იმან რომ იმდენად გაცხელდა
ამას შეხედეთ რა, რომ დაადნო კალა და აქედან ამოვარდა. და წეგან რაღაც მომენტში გაზი რომ მივეცით, რაღაცა ხმა მქონდა, ვერ ითვლი და აშკარად ის, იმიტომ რომ მესამე ეს ხო ბრაშლე სისტემა არის, უჩოთქო ძრავია და ვეღარ იმაშვებოდა, ვეღარ ითვლი და ეხა იმის დრო არის, რომ წავიდეთ ჩვენთან სახელოსნოში, გავაკეთოთ და შემდეგ გავაკეთოთ სპიდ ტესტი. მივდიოდით ჩვენი ინფრაქშენის გასაკეთებლად და ბედნიერი მესიჯი მომივიდა ალი ჯორჯიიდან და რა თქმა უნდა გავჩერდი და ეს ყველაფერი უნდა მოგიყვათ. ესე იგი ალი ჯორჯი არის კომპანია, რომლებსაც ჩამოაქვს გადამზიდი კომპანია, ჩამოაქვთ ესე იგი თურქეთიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან ეს სამი ნამდვილად ვიცი დანარჩენი არ ვიცი კიდე საიდან თუ ჩამოაქვთ ამანათები. ხო და მე სარგებლობ ამ კომპანიით დაახლოებით კი არა 2016 წლიდან ჯერ კიდევ პატარები რო იყვნენ და უზნაძეზე რო ქონდათ ფილიალი და ეხა გაიზარდნენ და ეხა მას ზეპირად ვერ დავიმახსოვრებდი და ესე იგი თბილისში აქვს რამდენიმე ფილიალი, მაგალითად გლდანში რამაზ შენგელია 9 ესეთი მისამართია. კიდე დიდუბეში რითიც მე ვსარგებლობ ხოლმე ეს არის არჩილ ქურდიანის 12 წილადი 14, კიდე არის ისანში ქეთევან დედოფლის გამზირზე 64-ში, დიდი დიღომი გიორგი ბრწყინვალეს 54 და ქუთაისის გახსნეს ლადო ასათიანის 139 ნომერში. ხო და ეხლა თქვენ არხი გამოიწერეთ, ჩემი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ძალიან მაგარი რაღაცები გელოდებათ. მოვედით წერეთლის ფილიალში. ხუთი რეისი არის ჩამოსული, ძალიან ბევრი ამონათები ბიჭების დახმარებით აღმოჩნდა. ოკეი. მოდის. ეხლა მე ვარ პაჯერო იოთი მოსული, მეთქი სავარძლებს გადავწევ და ისე ჩავტევთ, რომ თლადამდეინც არ მახსოვდა. ხო და აჰა, კიდე ორი დიდი. ოკეი და ეხლა დავურეკოთ კახას სკოლის მძღოლს, ვინც არის კახას სკოლა რა არის, ჩემი სკოლა, სადაც ძაღლებს ძალიან ვაჭვიანებ და მაგ შორის სასტუმროს გვაქვს და ეხლა ახალ წელს წახვალთ სადმე დაგვიტოვეთ ხოლმე ძაღლები. ჯანო გამარჯობა. მოკლედ ესეთი სიტუაცია გვაქვს, ამანათები ვერ ჩავატიეთ ჩემ მანქანაში და შენ დახმარება დამჭირდება და შეგიძლია ალი ჯორჯიაში მოხვიდე? ხო, არას სამგაცო. მე აგელოდებოდი სულ სკოლაში. კი ბატონო, კარგი. გელოდები მოგვეხმარეთ, თორე ვეღარ ვქაჩავთ. ბაზარი არა. კარგი. აი, როგორი მაგარი თანამშრომლები მყავს კახას სკოლაში. და ბოლო პარკი როგორც იქნა. всё, მოვრჩით ჩატვირთვას და მადლობა ალი ჯორჯიას. მოვედით უკვე ჩვენ სახელოსნოში და ვალაგებთ სულ ცოტა გადაგვრჩა. ჩვენ სახელოსნოში კიდევ დავიმატეთ ბევრი სერვისი, რომელიც ძალიან გამოგადგებათ. აი მაგალითად Ford და Chevrolet გვესტუმრდნენ და ამ მანქანებს უტარებთ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სრულ სერვისს. დაწყებული გარეცხვით, დეტალური წმენდით და თუ რაიმე შეიძლება რომ გაუკეთდეს ყველაფერს. ასევე გვაქვს ისე უბრალოდ რეცხვაც და მაგის გარდა კიდევ წამოდიქით და მაგის გარდა თუ ყავთ მანქანა და გსურთ რომ მაგალითად რაღაცა განსაკუთრებული რაღაცა შექმნათ პირობით და ჩიგნით ჩასვათ კაცი და რაღაცა მოძრაობებს ასრულებდეს და მოკლედ ელექტრო კუთხითაც ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. აი მაგალითად ეს არის სათამაშო Ferrari, რომელიც სათამაშო ვერსია და ჩვენებურ ვერსიად გადავაკეთეთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ეს არის პირველი და ბოლო, იმიტომ რომ ეს რაღაც მეორე აღარ ვიზავ. ასევე შეგვიძლია საინტერესო პროექტები გავაკეთოთ ერთად, მაგალითად ახლა ერთ-ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა და არსი მოყვარულმა მომიტანა აი ესეთი ბებერი ტრაქსას, მართლა ერთ-ერთი ყველაზე ბებერი მანქანა, რაც კი ცხოვრებაში მინახავს და მთხოვა რომ გადავაკეთო ნიტროდან ელექტროზე. ნახოთ რა გამოვა და თუ რაღაც საინტერესო გამოვა, ბანემ YouTube-საც გადავიღებ. დაუბრუნდეთ ჩვენს infractions. აი სარჩილავი ჩავთე. ეხლა ეს გაცხელდება. ეს ლიპოებიც დავტენოთ მაინც რომ არ შეგვეშალოს კარგი კადრების გადაღებაში ხელი რომ სიცივეში ძალიან მალე ჯდება და სხვათა შორის ბევრჯერ ყოფილა ისეთი მომენტი რომ
მირეკავენ ხოლმე და მე მგონი ლიპო გამიფუჭდა და რის ბრალი შეიძლება იყოს და ეგეთი კითხვები და სინამდვილეში უბრალოდ ცივა და როცა ცივა, რა თქმა უნდა რომ ლიპო ძალიან მალე ჯდება, ასე რომ ეს იცოდეთ. თქვენ კი შეგახსენებთ ერთხელაც რომ ჩემი არხი გამოიწეროთ. ეხლა ბარემ ამასაც განახებთ როგორ მუშაობს. მოდი აქ სად მიდიხარ. ფაქტიურად სუფთა. წავედით შევადუღოთ. თავარი მიზეზი გაცხელების ეხლა ამ წამს ვიპოვე მეგობრებო. ეს იყო ის რომ აი ეს კონექტორი ნახეთ მოკუმშულია. უნდა იყოს გაშლილი რომ იქ კარგად ედებოდეს რეალურად გაცხელების თავარი მიზეზი იყო ის რომ არ ქონდა კარგი კონტაქტი. აი ეხლა მივხვდი ამას. აბა გავტესტოთ. No. კიდეა. სხვათა შორის თუ ესე იზავთ ჩემსავით და ნახეთ, აი აქ თითი მიგედებათ, კაი არაფერი მოხდება. ასე რომ წავედით შემდეგ ტესტზე. როგორც კი ჩავთეთ წეღან GPS-ი დაგვიჯდა, მოდი. ხო და ეხლა კიდე კარგი რომ ნიკას აღმოაჩნდა ეს დამტენი და დავიწყოთ, მაინტერესებს. მოკლედ გიროსკოპი ჩავურთე, ვინც არიცით გიროსკოპი რა არის, მარტივად რომ გითხრათ, აი ვიდეო ოპერატორებს რომ ხელში უჭირავთ ხოლმე რაღაცა და როგორც არ უნდა ამოძრავონ ეს რომელიც გასწორებულია, ეგ არის. ქათმის თავი ხო იცით როგორ არის? აი ეგ არის გიროსკოპი. ხო და ამანქანას წინა საბურავებზე ეგ აქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა რო აქვს და რო აწვევი, თან ახლა ცოტა უკანა აკეთ-აკეთ მიაქვს და ეს მაინც თავს შეინარჩუნებს. მოკლედ ეგეთი საინტერესო ფუნქცია აქვს. იმედია გესმით ჩემი ლაპარაკი ამდენი მანქანების იმაში ხმაურში და ეხა პირველი გარბენი გავაკეთოთ, ნახოთ რა გამოგვივა. იმედია პატრული არ დაგვაჯარიმებს და ამაზე არ გვეტყვის რომ სიჩქარეს გადააჭარბეთო. იმიტომ რომ ნამდვილად ვაპირებ გადავაჭარბოთ სიჩქარეს. წავედი პირველი. ვერ ჩავადგი ბოლომდე. 111-ია. გავიგაზრა. წავედით. მოკლედ სპიდ ტესტის დროს გავგზურა საბურავი. ერთი რაღაცა გეთგდია. მანქანა იგეთგდია. ღრუბელია მოაგდო? ო. ნახე. რა უცნაური ღრუბელი აქვს ნიკ. უკანა გავგზურა. ისე სისწრაფე რამდენი იყო, იქ მაინც ნახოთ. 128 კილომეტრი საათში სისწრაფით. ხადაო? მე დავწმუნდი, დროზე დრო აწერია 130. ამანქანას უეჭველი შეუძლია მაქს სისწრაფის განვითარება. მე ხა ვაპირებ რომ სტოკზე დავაბრუნო, იმიტომ რომ ზედმეტად სწრაფია და როგორ გითხრათ, ანუ აჩქარება კი კარგი აქვს, მაგრამ ჯობია რომ სტოკი იყოს უფრო ჯანზე იქნება და უფრო სასიამოვნო სამართავი. დავამთავრეთ ფათერაკებით ახსავსე დღე. მოვედით ჩვენთან სახელოსნოში. ხან ელექტროობა გაგვიბუჭდა, ხან საბურავი გავგზურა და цаრიელი დისკით ვართ იმედია დისკის გადარჩა. ხარა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მაგარი დღე გამოგვივიდა, მაგრად გავერთე გადაღებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. რაც შეეხება მართვადობის სირთულეს, პირდაპირ გეუბნებით რომ თუ თქვენ არ ხართ აი კარგად გათვითცნობიერებული მართვაში, თუ კარგად არიცით არსი მანქანის მართვა, ამ მანქანას მე ვერ დავორქმევდი რომ მარტივია სამართავად, გამომდინარე იქიდან რომ არის ძალიან სწრაფი, იმდენად სწრაფია რომ აი თვალიც კი მიჩვეული უნდა გქონდეს. ამას რეალურად გიროსკოპი დიდად არ სჭირდება, იმიტომ რომ ისედაც კარგად იმართება მოკლედ ეს მანქანა. რაც თავარია, გამძლეობის კუთხით იმდენჯერ შემოვანარცხე კედელს, იმდენჯერ შემოვანარცხე იმის დროს რომ მინდა გაჩვენოთ კიდეც, აი მართლა ძალიან გამძლე აღმოჩნდა, არ ველოდი მთლად ესე. ერთადერთი ზიანი რაც მივაყენე, ერთადერთი მომენტი, აი ეს პატარა პლასტმასი და აქაც პატარა პლასტმასის ბზარი. მეტი როგორც ასეთი არაფერი. ერთადერთი მინუსი არის ის, რომ როგორც უკვე გითხარით, ელექტროობა ხურდება, ამაში ირდება კარგი გაგრილება, აი ძალიან სერიოზული გაგრილება და აქ საერთოდ ეხლა შევამჩნია, არ დავკვირვები რომ იმიტომ რომ როდესაც აი ეს უყენია ხოლმე, აქ ყოველთვის კულერიც უყენია და
რატომაც ეგ რო დავინახე, უბრალოდ აღარ დავკვირვები ვარ. მე მეგონა ეყენა და თუ კულერი საერთოდ არ უყენია და რას გააგრილებდა, იმიტომაც მოუვიდა ეგ. და ბოლონიუნსაც გეტყვით, იმის და მივხედავთ, რომ ესეთი კარგი ელექტროობა უყენია 6S, ხო, ძალიან ბევრი 6S, ნახეთ ერთი რა დიდი მინუსი აქვს. წარმოიდგინეთ, აი ესე მოდიხართ მანქანით, მოდიხართ და მოაცურეთ, ხო, მანქანა. და თუ გასწოთ თვითონ კენბლოკი როგორ აკეთებდა ხოლმე ამას, უკან გაცურდებოდა ესე და მერე ლამაზად იქით ამ ხარეს გააგრძელებდა ხოლმე, ხო? აი მაგ მომენტში როგორც კი საბურავები ნახეთ, უკან დაიძრება, გას ვეღარ აძლევ. იმიტომ რომ ვერ ახერხებს ტვინი ESC დათვლას და მოკლედ ძალები ეკარგება და აი თუ ეგეთი მართლა თუ ძალიან გემბლოკობა გინდა, მაშინ უოჭველი სენსორული სისტემა უნდა ჩააყენო. თუმცა ვიდეოში კარგად იხილეთ, როგორ მოვირგეთ თავიდან ბოლომდე ეს მანქანა და რა ვიცი, მოკლედ მინდა გითხრათ მარტივად რომ დიდი რეკომენდაცია ჩემგან ამ მანქანას. ვისაც ვიზუალი მოგწონთ და ეს სტილი მოგწონთ, მერწმუნეთ რომ ძალიან კმაყოფილი დარჩებით. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარისხილაკი, არც ლაიქი დაინანოთ და დაელოდოთ მომდევნო კვირას. საღამოს 8 საათს, იმიტომ რომ კიდევ დავბრუნდები.